მოგესალმებით. დღეს ვუღრმავდებით დოქტორ ჩარან რანგანათის კვლევებს მეხსიერებაზე. ეს ენდრიუ ხუბერმანის პოდკასტში იყო განხილული. ჩვენი მიზანია, რომ ამ მასალიდან ამოვკრიფოთ ყველაზე საინტერესო და რაც მთავარია პრაქტიკული იდეები თქვენთვის. როგორ მუშაობს მეხსიერება და როგორ გავაუმჯობესოთ? მზად ხართ? დიახ, და პირველივე, რაც უნდა ვთქვათ, ცოტა გასაკვირია. დოქტორი რანგანათი ამბობს, რომ მეხსიერება იცით პირველ რიგში არა წარსულს, არამედ აწმყოსა და მომავალს ემსახურება. ერთი წუთით. მომავალს? ეს როგორ? მეხსიერება ხომ წარსულზეა? კი, წარსულს ვიხსენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ გახსენების მთავარი მიზანი ის არის, რომ დაგვეხმაროს აწმყოში ნავიგაციაში და ესე იგი, მომავალი მოვლენები უკეთ განვსაზღვროთ. გასაგებია. მაგალითად, თუ გახსოვთ, რომ წინა კვირას კონკრეტულ ქუჩაზე საშინელი საწობი იყო. კი. ამ ცოდნას იყენებთ, რომ მომავალში, ვთქვათ, სხვა გზით წახვიდეთ. წარსული გამოცდილება გვეხმარება მომავლის დაგეგმაში, ხშირად ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ. გასაგებია, ინსტრუმენტი ერთგვარი. ხო და აქ მოდის ძალიან საინტერესო რამ რანგანათის კვლევიდან. ცნობის მოყვარეობაზე. დიახ, ცნობის მოყვარეობა. მან აჩვენა პირდაპირი კავშირი ცნობის მოყვარეობას ტვინში დოფამინის, მოტივაციის და სიამონების ნივთიერების აქტივობასა და დამახსოვრების უნარს შორის. ზუსტად. და იცით რა არის ყველაზე საოცარი? როცა რაღაც ძალიან გაინტერესებთ, ცდილობთ რომ გაიგოთ, ტვინი ამ დროს დოფამინის მომატებული დონის ფონზე თითქოს ფართოდ იღებაო რა. და ეს გეხმარებათ არა მხოლოდ იმ კონკრეტული თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის დამახსოვრებაში, არამედ იმ მომენტში. შემთხვევით შემჩნეული სრულიად დაუკავშირებელი დეტალების დამახსოვრებაშიც კი. მაგალითად, შეიძლება ვიღაც უცხო ადამიანის სახე ჩაგებეჭდოთ გონებაში, ან რაღაც ხმაური ქუჩიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დროს რაღაც ძალიან გაინტერესებდათ. ვაუ, ეს მართლა მაგარია. ცნობის მოყვარეობა რაღაცნაირი სუპერწებუა მეხსიერებისთვის. კი ბატონო, შეიძლება ასეც ითქვას. და ეს დოფამინი ისე მარტო ჯილდოსთან არ არის დაკავშირებული. ის დაკავშირებულია ზოგადად ინფორმაციის ძიების სურვილთან, სიახლის აღქმასთან, სწავლასთან, შეცდომის აღმოჩენაც კი აქტიურებს ამ სისტემას. საინტერესოა. და ეს ყველაფერი თავის მხრივ ხელს უწყობს ნეიროპლასტიურობას, ტვინის უნარს, რომ ახალი კავშირების შექმნას გადაეწყოს და რაც მთავარია, ეს უნარი ასაკთან ერთად სულაც არ ქრება ისე დრამატულად, როგორც გვეგონა. ტვინს ბოლომდე შეუძლია სწავლა და ცვლილება. დიახ, ნამდვილად. მაშ, რა პრაქტიკული რჩევა გამოდის აქედან თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის? თუ გინდათ, რომ უკეთ დაიმახსოვროთ, იკავით ცნობის მოყვარე, ეძებეთ სიახლე, იკითხეთ, დაინტერესდით. ზუსტად. მაგრამ რანგანათი მარტო ამას არ ამბობს, ხო? ის ცხოვრების წესზეც აკეთებს აქცენტს. კი, ნამდვილად. ხარისხიანი ძილი უმნიშვნელოვანესია. ასევე ჯანსაღი კვება, განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს ტვინისთვის. ვარჯიშიც ალბათ. რა თქმა უნდა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სოციალური ურთიერთობები, გონებრივი დატვირთვა, თუნდაც კითხვა ახალი რამის სწავლა. ეს ყველაფერი გრძელვადიანი პერსპექტივაში ძალიან აუმჯობესებს მეხსიერებას. გასაგებია. აქვე, იცით, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება უნდა აღვნიშნოთ. ყურადღება და განზრახვა. რით განსხვავდება? ყურადღებას გარემოში ბევრი რამ იქცევს სპონტანურად. უწევ რაღაც ხმაური გაიგეთ და მიიხედეთ, ან ტელეფონმა დაგირეგათ. ეს არის ყურადღება. ავტომატური რეაქციაა. გასაგებია. ხოლო განზრახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიზნებიდან გამომდინარე შეგრძნებულად წყვეტით, რაზე გინდათ რომ ფოკუსირდეთ და რას დაიგნოროთ. ამ კონტროლს ჩვენი პრეფრონტალური ქერქი ახორციელებს. ტვინის ის ნაწილი, შუბლის უკან რომ არის. ის ჩვენი დირექტორი. დიახ, ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი. ის გვეხმარება, რომ მიზანზე ვიყოთ კონცენტრირებული. და ეს სწორედ ამიტომ არის მულტიტასკინგი, რამდენიმე საქმის ერთად კეთება ასეთი ცუდი მეხსიერებისთვის. იმიტომ რომ ეს განზრახვა იფანტება, ხო? ზუსტად. მულტიტასკინგი ანგრევს ფოკუსირებულ ყურადღებას, რომელიც აუცილებელია, რომ მკაფიო ნათელი მოგონებები ჩამოყალიბდეს.
შედეგად ვიღებთ რაღაც ფრაგმენტულ ბუნდოვან მოგონებებს. თან სტრესიც იზრდება, პროდუქტიულობა მწირდება. კი, ნამდვილად. ისე რამგანათი მსგავს პრობლემას ხედავს იმაშიც, როცა ტელეფონით ყველაფერს ვიღებთ. აი უაზროდ. ეგ როგორ? ანუ ფოტოს გადაღება ცუდია? არა, თავისთავად გადაღება კი არ არის ცუდი. პრობლემა ისა, როცა მექანიკურად ვიღებთ ყველაფერს. გგონია, რომ ამით იმახსოვრებ მომენტს, მაგრამ სინამდვილეში ყურადღებას ტელეფონს უთმობ და არა თავად გამოცდილებას. ზუსტად, იმის მაგივრად, რომ დააკვირდე, განიცადო, შენ ეკრანით ხარ დაკავებული, თითქოს შორდები რეალობას. ამიტომ ჯობია შეგნებულად, აი განზრახვით გადაიღო ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია შენთვის. და დანარჩენ დროს უბრალოდ იყო იქ, იმ მომენტში. დიახ, განზრახვა აქაც მთავარია. შეგნებული არჩევანი რას აქცევ ყურადღებას. მოკლედ რომ შევაჯამოთ. მეხსიერება არ არის რაღაც სტატიკური უცვლელი ფაილი. ის არის დინამიური ცოცხალი პროცესი. კი ბატონო. და მასზე მოქმედებს ჩვენი ცნობის მოყვარეობა, ჩვენი ცხოვრების წესი, ძილი, კვება, ვარჯიში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი შეგნებული განზრახვა თუ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას. დიახ. და აი ბოლოს ერთი საინტერესო კითხვა დაუტოვებთ მსმენელს თქვენ. დასაფიქრებლად, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეხსიერება ისედაც შირჩევითია, მუდმივად იცვლება და ყველაფერს მაინც ვერ დავიმახსოვრებთ, კი. იქნებ ღირს რომ აქცენტი გადავიტანოთ კითხვიდან, რატომ მავიწყდება? აი ამ კითხვაზე კონკრეტულად რისი დამახსოვრება მინდა მე შეგნებულად? და როგორ შეუწყო ამას ხელი? ზუსტად, როგორ შეუწყო ხელი ჩემი არჩევანით, ჩემი ცნობის მოყვარეობით, ჩემი განზრახვით, რისი გახსენება ღირს მომავალში.